ბაქო მოსკოვის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რომელსაც მალე საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთიც ინფორმირებულია და უკვე მთელი მსოფლიოც. მას შემდეგ რაც სიახლე შუშას გლობალურ მედია ფორუმზე ილჰამ ალიევმა პირადად დაანონსა. საქმე გასული წლის დეკემბერში ყაზახეთში ჩამოგდებულ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს ეხება, რომლის ბორცვზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა. მოსკოვის ნახევარწლიანი დუმილის მიუხედავად აზერბაიჯანში აქვთ მტკიცებულება, რომ მომხდარის უკან რუსული რაკეტა იდგა. რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის ფონზე ბაქო მოსკოვისგან ძველი ანგარიშების გასწორებას ითხოვს. ჩვენი გენერალური პროკურორი რეგულარულად გზავნის წერილებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანის მისამართზე. თუმცა ყველა წერილზე ერთი პასუხია: გამოძიება გრძელდება. დაველოდებით თუ როდის დასრულდება ეს გამოძიება, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი ქცევა კონტრპროდუქტიულია. ეს არ მიგვიყვანს იქამდე, რომ რამე დაგვავიწყდა. არაფერი დაგვიწყებია და უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში რუსული მხარეც, რომ საქმის ირგვლივ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემისთვის პორტფოლიოს ვამზადებთ. ვიცით, რომ შესაძლოა ამას დრო დასჭირდეს. მალაიზიური ბოინგის საკითხს 10 წელზე მეტი დაველოდებით კიდევ 10 წელს, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს და სამწუხაროდ ამჟამად არსებული მოცემულობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს ნამდვილად არ ეხმარება. 2024 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავი Embraer 190AR ბაქოდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მიემართებოდა. როდესაც ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ის გარეთ ჩარევის მიზეზით იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო. მოგვიანებით ევრონიუსმა გაარკვია, რომ მიზეზი თვითმფრინავის მისამართით მიწა ჰაერის ტიპის რუსული რაკეტის გასროლა იყო. ათობით აზერბაიჯანელის გარდაცვალებაზე ვლადიმერ პუტინის პასუხი მხოლოდ ბოდიში იყო. ამ პასუხში კი არაფერი იყო ნათქვამი არც ბრალეულობაზე, არც პასუხისმგებლობაზე და არც ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე. ერთ-ერთი ვერსია, რომელიც რუსეთმა საპასუხოდ განავითარა, ისრების უკრაინისკენ გადატანა იყო. კერძოდ ითქვა, რომ ინციდენტის დროს რუსეთი უკრაინული დრონების მოგერიებას ცდილობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვერსია მალევე უარყო. ჩანს, რომ ამ ვერსიის თავიდანვე არ სჯეროდა აზერბაიჯანულ მხარეს. საბედნიეროდ პილოტებმა აჩვენეს პროფესიონალიზმი და გამბედაობა და თვითმფრინავის მიწაზე დასმა შეძლეს. საბოლოოდ კი ის არ დავკარგეთ, თუმცა როდესაც აქტაუში ჯგუფი გავგზავნეთ, რათა ენახათ თუ რა მოხდა, მათ გადაიღეს და აჩვენეს, რომ თვითმფრინავის ბორტი სავსე იყო ნახვრეტებით. შიგნით კი 2 ადამიანი იჯდა, ნამსხვრევებით მიღებული დაზიანებებით. ის იდეა, რომ ეს იყო უკრაინული დრონი, რომელმაც შესაძლოა თვითმფრინავს დაარტყა, უბრალოდ სასაცილოა. მით უმეტეს, რომ თვითმფრინავზე დარტყმა ორჯერ განხორციელდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დრონი მოფრინავს, ურტყამს აზერბაიჯანულ თვითმფრინავს, შემდეგ მიწაზე ვარდება და ცოტა ხანში იგივეს იმეორებს. ეს საბავშვო ბაღში მოსაყოლი ამბავია. ჩვენ ვიცით რაც მოხდა. ამასთან საგულისხმოა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე არ დახურულა. ის დაიხურა თვითმფრინავზე დარტყმიდან რამდენიმე წუთში და ესეც მათი პასუხისმგებლობაა. ვინც ამ ოპერაციის შესახებ არაფერი თქვა. ყველაფერი ნათელია, თუმცა 7 თვე გავიდა და პასუხი არ გვაქვს. აზერბაიჯანის მთავრობას საკუთარ ვერსიაში ეჭვი არ შეაქვს და სამართლებრივი პასუხისთვის ემზადება. ბაქოს მთავარი მოთხოვნაა რუსეთმა დანაშაულზე პასუხი იურიდიულად გათვალისწინებული ყველა კომპონენტით აგოს. იქნება ეს საჯარო აღიარება, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა თუ ფინანსური კომპენსაციები. სამწუხაროდ რუსეთის ოფიციალური პირებისგან არ მიგვიღია არანაირი პასუხი. რეალურად კი 7 თვეზე მეტი გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ვიცით რაც მოხდა და შეგვიძლია ეს დავამტკიცოთ კიდეც. მეტიც, ვიცით რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც იციან თუ რა მოხდა. კითხვა იმაშია, რატომ არ გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი მეზობელი გააკეთებდა. ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ბუნებრივია. აღიარონ მათი დანაშაული ამ ინციდენტში. დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო და გადაუხადონ კომპენსაციები დაზარალებულებსა თუ გარდაცვლილთა ოჯახებს. ასევე ავიაკომპანია აზალს ზარალის გამო. შუშაში გამართულ რიგით მესამე გლობალურ მედია კონფერენციაზე ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ უყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ოკუპაციას არასოდეს უნდა დასტანხდეს. ეს კი აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე ხდება, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ბევრის მოსაზრებით კავკასიაში რუსული გავლენების შესუსტებაა.